ამ მოთხოვნას. ჩვენს მაყურებელს მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და თავისუფლებას ინდისის პატიმრებს. მე მგონი ეს პროტესტი ისეთი ხანგრძლივია, როგორც დიდი ხანია საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ეს ხანგრძლივობა ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ ძალიან მრავალფეროვანია. ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი, ჯგუფები, ორგანიზატორები ყავს ამ პროცესს. რა ვიცი, რამდენნაირი მარში ვნახეთ და რამდენნაირი დღე ვნახეთ ამ პროტესტის განმავლობაში, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, როგორც ფორმით, ისე მოთხოვნებით. ყველა მოთხოვნა, რომელიც ეხება ხელისუფლების ჩანაცვლებას, რომელიც მიდის ახალ არჩევნებამდე, რომელიც მიდის იმ ცვლილებამდე, რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნა არის ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი. ჩამნაცვლებელია? არა, ჩამნაცვლებელი არ არის. ჩვენ ლელოში პოლიტიკურ პარტია ვართ და ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა უნდა პოლიტიკური, ანუ ახალი არჩევნები ასეც თუ ისე ყველა ვარიანტში ჩასანიშნი არის. დამაზუსტებელია კი, გადადგეს იმას მოუწევს ყველა ვარიანტში გადადგომა ბოლოს. ეს ხელისუფლება აუცილებლად ჩამოიშლება და წავა და ყველაფერი აჩვენებს აი ამას. ჩვენი ახლა მთავარი საქმეა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს ყურადღება არ მოადუნონ იმ მთავარი პრობლემებისგან, რაც აქვთ. ამ პოლიტიკური კრიზისისგან, ამ პროტესტისგან, იმ უმძიმესი სოციალური პრობლემებისგან და ვითარებისგან, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, აქედან ყურადღება არ მოადუნონ და ხო ხედავთ, ხუხულასავით ინგრევა ის ციხე-კოშკი, რასაც ქართული ოცნების ყველაზე მტკიცე ნაწილი ერქვა. ლილუაშვილი გაიქცა გემიდან, ეხა ღარიბაშვილი გაიქცა გემიდან. ამიტომ ეს პროტესტი არის წარმატებული. ეს 150 დღე რო არ იყოს წარმატებული, ეს 150 დღე თავის მიზანს არ აღწევდეს. ეს რეაქცია არ ექნებოდა ხელისუფლებას. სულ რაღაც პატარა ისტორიული ექსკურსია მართალია თავიდანვე იყო ნათქვამი, რომ ეს ხანგრძლივი ბრძოლა და რა თქმა უნდა ერთ-ერთ თვეში ვერ მოხდებოდა. ვერც ორში და ვერც მეტში ეს არ არის ეგეთი მოკლე. თუმცა მაინც რას გულისხმობთ ხანგრძლივობაში? 5 თვე გავიდა მართალია ამ პროტესტს აქვს თავისი წარმატებები და დღეს თუნდაც ის რომ რაღაც შეხვედრებს თუ ხელის დაქნევას თუ სალამს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოცნებისთვის ეს ისედაც ხომ აჩვენებს. მაგრამ მე რა მინდა გკითხოთ. რეალური მოლოდინია მთავრობის გადადგომა, ანუ მთავრობის გადადგომით რას ვეუბნებით ქართულ ოცნებას, რას ეუბნებით, რომ მან ყველაფერი უნდა დათმოს. მე არ ვეუბნები, რუსო ეს პროტესტი ეუბნება და მე ვთქვი, რომ ლეგიტიმურია ის, რასაც ითხოვენ. მე არა ვარ ამ მოთხოვნის ავტორი. ქართული ხართ და მხარს. არც ამ პროტესტის ორგანიზებაში ჩართული არა ვარ, სოლიდარული ვარ იმ პროტესტისადმი, რომელიც დღეს იმართება და მესმის ყველა აი ამ ლოზუნგის და ამ მოწოდების მიზანი რა არის? რეალური მოლოდინია ქართული ოცნების. ჩემთვის რეალური ვიდრე მის მიერ არჩევნების დანიშვნა. ჩემთვის რეალური არის ხელისუფლების ცვლილება. შეხედეთ, ხელისუფლების ცვლილება არის გარდაუვალი. ის ვითარება, რა ვითარებას დააყენა გაყალბებულმა არჩევნებმა, ამ ვითარების ნორმალიზება ვერ მოხდა. ყველაფერი ცადა ხელისუფლებამ, აბსოლუტურად ყველა ბერკეტი გამოიყენა, რაც შეიძლება ხელისუფლებას, როგორც მონოპოლიზატორს, ხო, ძალას, რომელსაც მონოპოლია აქვს ძალადობის ქვეყანაში, ყველაფერი გამოიყენა. სამართლებრივი ბერკეტი იქნება ეს ძალადობრივი, ძალოვანი სტრუქტურის, ეკონომიკური, ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა და ის ვერ ახდენს ნორმალიზებას. ხო, ძალიან მარტივად რომ გავუფილტროთ ეს ყველაფერი. ქართული ოცნების საკითხების ნორმალიზების ამ ვითარებას. ვერ ახდენს ნორმალიზებას, იმიტომ რომ 150 დღეა გარეთ პროტესტია, იმიტომ რომ მისი უსუსურება ქვეყნის ვერ მართვის ვითარება, იმიტომ რომ ის ხო ვერ მართავს ქვეყანას. ხო რომ ნახოთ პარლამენტმა რა დადგენილებები კანონები მიიღო, ნახოთ რომ უმრავლესობა კანონების ალბათ 80%, რომელსაც იღებს, დაკავშირებულია იმასთან, რომ პროტესტი შეზღუდოს. ხო რაღაცა 5000-იანი ჯარიმა იქნება ეს სახის მასკის გაკეთების აკრძალვა, თუ ეხა უცხოელებისთვის ხელის შეშლა. ძირითადად ეს ხო რუსეთის დავალებაა სხვა ჩვენს ეს ბოლო ამბავი, რომ ის რუსები დისიდენტები, რომელიც ამ ქვეყანაში გამოქცეულები არიან, მარტივად გააგზავნონ უკან რუსეთში. 150 დღე რომ გრძელდება, ანუ ეს ბუნებრივია, უპრეცედენტოც არის ამდენი დღე რომ გრძელდება პროტესტი. მაგრამ ხანგრძლივობას აქვს მეტი მნიშვნელობა, ხარისხს, მასშტაბს. მან მივდივარ. ვერ გეტყვით ზუსტად, ხო, ნამდვილად არა ვარ არა მაქვს. მაგრამ ეს გათქმევინებთ, რომ გარდაუვალია ცვლილება, ხო? ვიტყვი რა, შეხედეთ, მანდაც მივალ. ცვლილებაც გარდაუვალია და პროცესი სად გარდაიქმნება უფრო მწვავეში, ამაზე დღეს ვერ ვილაპარაკეთ, მაგრამ ის რო ცალსახაა, რომ პანიკა მათ მხარეს, რომ აი ის რაც ეხა ხდება რუსთაველზე, ის რაც ხდება მათ თავს საერთაშორისო თვალსაზრისით, ის ურთულესი ეკონომიკური ვითარება და ეს არ უნდა დაგვაუწყდეს რუსო. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ის რაც მეტ ყურადღებას იქცევს, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ამების პარალელურად რა პრობლემასაც ვერ აგვარებენ, ეს ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არის. ეს არის ქვეყანა, რომელიც მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში არის მეტნაკლებად კარგად დღეს, მაგრამ აქაც პირველი ნიშნებია გადასახადებს ვერ კრიფ
კრიფავენ, ძირითადად გადასახადებს უკვე ვეღარ კრიფავენ და ეს სიმპტომია იმისა, რომ რაღაცები ცუდად მიდის და ეს არის ქვეყანა, რომელშიც 13 წლიანი მმართველობის შემდეგ რუსო. აი მარტივი ამბავია, გვერდზე რო გადავდოთ, აი ეს ძალიან მყიფე ვითარება მათი ხელისუფლებაში ყოფნის და ის 150 დღიანი პროტესტი, რომელიც პანიკური შიშიც არის. ეს რო გვერდზე გადავდოთ, მარტო ამის კი არ ეშინია, მაგ ილუზიებში კი არა ვარო, მარტო პროტესტის ამ პოლიტიკური წინააღმდეგობის ეშინია. არა, ეშინია ხალხის, რომელსაც ამყოფებს ძალიან ცუდი და უსამართლო ვითარებაში. 13 წლის თავზე მათ ჩამოაყალიბეს ქვეყანა, სადაც საზოგადოება იყოფა 1% ძალიან მდიდრებზე და ეს ძალიან მდიდრები, კარგად გამდიდრებული ხალხი კი არ აქვს. ხა მე ვინც მიცნობს და ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ვიცის, ყველა მიცის, რომ მე მარცხენა არა ვარ და რაღაცა სოლიდარობის ეკონომიკაზე ავლაპარაკობ. მაგრამ ჩვენ ხო აქ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანაში არის 1%, რომელიც არის კლეპტოკრატიულად გამდიდრებული. სწორად გამდიდრებული კი არა, თავისი შრომის და წარმატების შესაბამისად კი არა. გამდიდრებული არის კოლ-ცენტრებით, შავი ფულით, რუსეთთან უკანა ეზოთი ვაჭრობით, აი სიბინძურ კორუფციით, მათ შორის უამრავი უბედურებით და არის მოსახლეობის 99%, რომელიც ეკონომიკური ვითარება არ იცვლება. ანუ ქვეყანა შეხედე მარტივად ვთქვათ, ქვეყანა რომელსაც კარგი ეკონომიკური ვითარება არის. ეს ხომ არჩევნებამდე ხომ ასეთი ვითარება. არა, ხო და მივდივარ, შეხედე ეგ ყველაფერი პროცესია. ეს ყველაფერი მათთვის. ეგ ყველაფერი პროცესია. აქ არის ეს არ ხდება ერთბაშად, გროვდება და მივედით იმ ზღვარზე, რომელიც მათთვის საშიშია და გეტყვი რატომ მივედით. შეხედე, ამას ვიტყვი რა. ეს არის ქვეყანა, რომელზეც ამბობენ ისინი ქართულ ოცნებაში, რომ ყველაფერი კარგად არის ეკონომიკურად. ოღონდ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას 700,000-ზე მეტ ადამიანმა იცის, რომ ყოველ თვის ბოლოს ისე ველოდება სოციალურ განათებს. სხვა არ გაუმჯობესდა არაფერი მის ცხოვრებაში. ისევ სოციალურ განათებზე არის. 800,000 პენსიონერს უთხრეს, რომ 35 ლარით გაგიზდითო პენსიასო. 2-3 ბოთლი ზეთის ამბავია, მეც ვერაფერს ვერ იყიდის, იცის, რომ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ 35 ლარიანი ზრდით ვერ შეიცვლება. შესაბამისად არ აინტერესებს ეს ყველაფერი. ეხლა შეხედე სად მივდივართ, როგორ შეაწუხებს. ეს პრობლემა ქალაქებს ჰქონდათ, უსო გავიგე რომ ჰქონდა, მაგრამ მანდ მივდივარ და ექნებათ კიდე ის პერიოდი, სანამ ბევრი არ გააკეთებულა. აი ეს ამ პრობლემების ერთობლიობა საბოლოო ჯამში გახდის გარდაუვალს ხელისუფლების ცვლილებას. არა მაგას არ ვამბობ. ვამბობ იმას, რომ აქეთ ხო არის ეს პროტესტი და ამ პროტესტს ხო ვერ კლავენ. აქეთ არის მთელი საქართველო, რომელსაც უჭირს. აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოსი, რომელსაც რაღაცნაირად უჭირს. და ეს საქართველო ეხა რასაც უყურებს, ეს არის უსამართლობა. დიდი უსამართლობა, რომ ადამიანები ვინც პროტესტის ფორმით იცავენ, რომ ეს ხალხი რაღაცა მართლა უცხო ძალების გამო ევროპაში კი არ გვინდა. იმიტომ გვინდა ევროპაში, რომ ეს ხალხი არ იყოს მუდმივად ამ მდგომარეობაში, რომ ეს მოცემულობა, რაშიც ეხლა ვცხოვრობთ, ეს რეალობა ნორმად არ იქცეს. ნორმად იქცევა მაშინ, თუ ჩვენ მივატოვეთ ევროპა, თუ ჩვენ გავხდით რუსეთს უკანა ეზო, აი ეს უბედურება 700,000 სოციალურად დაუცველი, 300,000 ბავშვი, რომელიც შიმშილობს, 800,000 პენსიონერი, რომელსაც მიზერული პენსია აქვს და საქართველოს ეკონომიკის ჩამოკიდება ავტომობილების რეექსპორტზე, საქართველოს ეკონომიკის ჩამოკიდება მთლიანად რუსეთიდან პირველად პროდუქტებზე, გამოიწვევს იმას, რომ ეს ქვეყანა აი ამ ვითარების ნორმალიზებას მოხდეს. ჩვენ ამის არ მოხდება. ამიტომ გვინდა ევროპა, ამიტომ ეს ხალხი, რომელიც ცხოვრობს გაჭიროებაში, ძალიან მალე მათი დიდი უმრავლესობა, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველას ერთობლივი მუშაობით გააქტიურდება იმისთვის, რომ გააძლიეროს ეს პროტესტი. წნეხი გაიზრდება და მივიღებთ ახალ არჩევნებს. აი რა მოხდება იმ შემთხვევაში? ფორმულა კი არ არის, მგონია რომ ეს არის სწორი გზა, აქეთკენ უნდა წავიდეთ. ამისთვის ვიბრძვით. აი რა მოხდება თუ განიხილავთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი მოახერხა ქართულმა ოცნებამ ლეგიტიმაციის რაღაც ხარისხის მიღწევა. იმიტომ რომ თეთრ სახლში შეხვედრა ჰქონდა ლევან დავითაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შეხვდა და არ ვიცით ჩვენ ბუნებრივია შინაარსი შეიძლება მძიმეც ყოფილიყო შეხვედრა და რა თქმა უნდა მძიმე იქნებოდა მით უმეტეს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ბაიდენის დროსაც აკრიტიკებდა ოცნებას. თუმცა აი შესაძლოა ყოფილიყო მოთხოვნები გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, დაუბრუნდი ევროპულ გზას და არა ახალი არჩევნები, ანუ არ ვიცი, მე ვერ გეტყვი, მე ხო არა ვარ რაღაც დელფოსის მისანი, მე არ მოვიცნობ რა იყო ლაპარაკი შინას. თუ ლეგიტიმაციის რაღაც მოპოვება შეძლო ქართულმა ოცნებამ, მე რა შვებით? არ ვერ მოიპოვებს ლეგიტიმაციას ამ გზით, იმიტომ რომ არასწორი მიმართულებით არის ახლა ჩვენი საუბრის საყვანა, რომ ვთქვათ, რომ თუ მოახერხებს, ესე იგი დაშვებას ვაკეთებ მე, რომ მოახერხებს და ვერ მოახერხებს, შეხედეთ რატო არ შეიძლება რომ შეხვედრის ერთი რაღაცა ნიუსით, რომ ის ვიღაცა შეხვდა თეთრ სახლში, ვიღაცა შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტში, იქ რაიმე ფორმით მის ლეგიტიმაციას მოახდენს. რატო? იმიტომ რომ არც ერთ ოფიციალურ კომუნიკაციაში, რომელიც აქვს შეერთებულ შტატებს, არც ერთ სანქციაზე უკან არ დაუხევია, არც ერთი კომუნიკაცია ნორმალიზებაზე არ ლაპარაკობს, არაფერი არ ხდება.
გახდება, არაფერი არ შეიცვალა. ეს დავითაშვილი, რომელიც ახლა იქ არის, პრემიერ-მინისტრი კი ვიცე-პრემიერი იყო ამ ქვეყნის მაშინაც, როდესაც ეს ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობდა სისტემურად აწამებდა, მაშინაც როცა არჩევნებს აყალბებდა, მაშინაც როცა ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, მაშინაც როცა კანონებს იღებდა, რის გამოც სტრატეგიული ურთიერთობა პარტნიორობა შევწყვიტა შეერთებულ შტატებთან და ეხლა რო ჩავიდა ის რომ არაფერი არ შეცვლილა, პირიქით, ვითარება გაუარესებულა. რატო შეიძლება ვინმეს დავაჯეროთ ამ ქვეყანაში, ან ვინმეს სჯეროდეს ის, რომ ეს ყველაფერი ეხლა მიდის ნორმალიზებისკენ. არ მიდის ნორმალიზებისკენ. შეხვედრით შეხვდებიან, გზავნილს გადაცემენ, რომ აღარ შეიძლება ამ გზაზე გაგრძელება. ოღონდ ფაქტები სხვა რამეზე მეტყოს, ვილაპარაკოთ ფაქტებით. არა მიზანსცენებით იმის უკან, რასაც ხედავთ, ხო, შეხვედრად. არამედ ფაქტები. თუმცა ხომ უნდა განვიხილოთ, რომ განა ეს არის ლეგიტიმაცია. იქით ისინი არაფერს საკარგს არ აკეთებენ. საქართველოს საკითხავს შინაგან საქმეთა მინისტრი მაგნიცკის სიაში და ნახევარი საქართველოს თანამდებობის პოლიტიკური თანამდებობის პირები. სასამართლო სისტემის თანამშრომლები, რომლებიც სანქცირებულები არიან და ეს არ შეცვლილა რუსო და მეორეს მხრივ ჩვენ გვყავს საქართველოს ხელისუფლება წოდებული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას ისევ იგივე ტემპით, ისევ უფრო ღრმად მიაქანებს რუსეთისკენ, რუსეთის ინტერესებს ატარებს ამ ქვეყანას. შესაბამისად, ამ ვითარებაში არაფერი არ შეცვლილა. ეს ისევ ის ხალხია, პრემიერ-მინისტრი ისევ ის კაცია, ვინც ირანის მეჯლისში იჯდა იმ დიდ თავყრილობაზე, სადაც მთელი დარბაზი გაჰყიოდა სიკვდილი ამერიკას. ასე რომ ეს კაცია ისევ და ამ კაცს სხვანაირად არ დაელაპარაკებიან. ამიტომ ეს მცდარი მოლოდინი არის, არ მინდა ამიტომ პესიმიზმზე ლაპარაკი. იმიტომ რომ მე მივჩვენია რომ მეტი ადამიანი გავააქტიუროთ რუსო. ყველა ვარიანტი ხომ უნდა განვიხილოთ, რა ხდება და რა იქნება. ის რომ ეხა არაფრის იმედი არ გქონდეს, იმიტომ რომ დავითაშვილი ვიღაცას შეხვდა. სრუმოლოდინიც ხომ არა, ხო და სრუმოლოდინს არ უქნა. იმიტომ რომ არ მგონია რომ მაგ მიმართულებით წავა. ეგ ზუსტად რომ ამიტომ გისვამთ კითხვას რომ რატო არ მგონია აქეთკენ რომ წავა, იმიტომ რომ არაფერი ამას არ აჩვენებს ფაქტობრივად გარდა იმისა რომ შეხვედრათან და გარდა იმისა რომ უბადრუკი არგუმენტი იყო მაგალითად გამოკიდება ეუთოს გენერალური მდივნის ჩამოსვლაზე. ასეთ რაღაცას შეხვედრას ცდილობდნენ თაზო მთელი სამი თვე და რაღაცა მომენტებში გამოვა. ცდილობა აქვს რომ რაღაც კომუნიკაცია ქმედებებს და ქმედებებში მთავარი რა არის? რომ აი ხა ვინც მე ჩამოგითვალეთ რუსო. ის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ელოდება ყოველი თვის ბოლოს თავის მეუღლისგან, დედისგან, ბებიისგან გამოგზავნილ ფულს საზღვარგარეთ გადახვეწილის, რომელიც იქ არის ძალიან მძიმე სამუშაოებზე ძირითადად 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარი შემოდის ამ გზით საქართველოში. ეს ჩათვალეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მე-13 ცხოვრობს ჭამს ყოველ თვე იმ ფულით, რომელიც შემოდის აი ჩვენი ემიგრაციის დახმარებით. აი ეს არის 1/13. მეორე მე-13 სოციალურად დაუცველი არის და ამაზე ცხოვრობს. დანარჩენი პენსიონერია და საჭმელს და წამალს შორის არჩევანს აკეთებს თვიდან თვემდე, რომ თავი გაიტანოს. ასეთ ვითარებაში ვცხოვრობ და ასეთი ვითარება ევროკავშირის გარეშე, ანუ მეტი კეთილდღეობის გარეშე არასდროს არ იქნება, არასდროს არ შეიცვლება. და რუსეთში თუ წავედით, არ შეიცვლება კი არა, ეს დამყარდება ესე და უარესი გახდება. ან კონტრასტი უფრო დიდი იქნება ძალიან დიდ რებს შორის, რომელიც თაღლითობით, კორუფციით, სიბინძურით ფულს შოულობს, ერთის მხრივ, ანუ სწორ ეკონომიკას კი არ აკეთებს, აქაც ვირეშმაკობს. საქართველოს თავარი უნდა რუსეთში წაიყვანოს ქვეყანა და ლეგიტიმაციას ცდილობდეს შტატებში. 2025 წლის პირველი კვარტალის თავარი ექსპორტი საქართველოს იცით რა არის? ავტომობილები. ბოლო საქართველოში ავტომობილი რომელ წელს იწარმოა რუსო იცით? ბოლო წელი იყო 89. ქუთაისის ავტომობილო ქარხანამ ბოლო მანქანა 89 წელს გამოუშვა. იმის მერე ავტომობილი არ გვიწარმოება. როგორ შეიძლება საქართველოს თავარი ექსპორტის პროდუქტი იყოს ავტომობილი? საქართველოს არის თაღლითური სქემა, საქართველოს მთელი ეს ეკონომიკური აქტივობა ჩართულია თაღლითურ სქემაში, რომ მანქანები გავიყვანოთ ყირგიზეთში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში. ეს სამი ქვეყანა თავარი, ვისთანაც ვაჭრობთ და იქიდან ეს მანქანები გადავიდეს რუსეთში. ანუ სანქციების გვერდისავლა არის მთავარი ექსპორტი ქვეყნის. ესეთი ქვეყანა ნორმალური როგორ შეიძლება იყოს და ივანიშვილმა ეგეთი ქვეყანა შექმნა. ნახევრად კრიმინალური ორგანიზებულ დანაშაულთან შესიხოცებული რუსული სპეცსამსახურების კარნახით მოღვაწე ხელისუფლება და ეგ ამ ქვეყანაში ნორმა ვერ იქნება. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხი აქ შიმშილობს. ქვეყანას გვაქვს ნეგატიური სალდო. თუ კი რუსეთის კარნახით, რუსეთის უკანა ეზოთ უნდა აქციოს ქვეყანა, მაშინ ხომ გადაწყვიტა მაგალითად პარტიების აკრძალვა და შემდგომ გადადო ის არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის. ახლა შტატებში ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას. ეს იხსნება რუსეთის კარნახით? რა? ეს ქმედებები ყველაფერი რუსეთის კარნახით სახალხო ხედავდეთ რუსეთის კარნახს, მაგრამ რაღაცები მე მაეჭვებს და ამიტომ მაქვს კითხვა. რა გაეჭვებს მაგალითად მაგ ყველაფერში? თუ რუსული დავალებით მოქმედებს და დიქტატურას ამყარებს, გადაწყვიტა პარტიების აკრძალვა და მთელი სრული გეზით კანონებიც მიიღო
შემდეგ გადათქვა. ერთადერთი პარტიების აღზავვა უნდა გადათქვა ახლა დროში ამერიკის გადადო, ლეგიტიმაცია. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თემა შემოვიგდო ის თემა, რომელზეც ჩვენ ლელოში ვამბობდით პირველივე დღიდან, რაც ეს თემა გაიხსნა, რომ ეს არის ივანიშვილის სასარგებლო ამბავი. რომ ივანიშვილს უნდა ეხა რომ ჩვენ ვილაპარაკოთ თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ რომ არ ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე. აი მაგიტო ეგ თემა რომ შემოვაგდო და მე ეგ თემა მოკვდა, თავიდან რომ გაეღვიძებინა, უკან დაიხია მაგ ამბავში. უკან კი არ დაიხია, სპექტაკლია მისთვის, პოლიტიკური პროცესი არ არის ხალხოსნებისგან. ამიტომ ეგ ამბავია. პოზიცია გავიგე. მადლობა. მადლობა თაზო დათუნაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე თქვენ დაგემშვიდობებით. გია ხუხაშვილს მივესალმები, რომელიც გველოდება